დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პრეზიდენტი ნიქსონი ჩამოვიდა საქართველოში. ეს იყო კეთილი ნება, კეთილი ჟესტი საქართველოს მიმართ. საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი რიჩარდ ნიქსონი. იგი საქართველოს ვითარების გაძლევის მიზნით ესწრებოდა. Sure you understand this is the spirit of independence. მაგრამ რაც უფრო მაღალებს, ყველაზე უფრო ძალიან მოწესდეს არის თქვენი ტყუა დამოუკიდებლობის. დიდი მადლობა, რატომ პრეზიდენტი. ხანებში საფედერალში გადიოდა დაპყრობილი ერების ანექსირებული ერების თხოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის. Mr. Zviad Gamsakhudia. The chairman? Yeah. Oh, I met with him twice. Well, 3 times. Zviad Gamsakhudias ორჯერ, არა, 3ჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნო. იგი ძლიერი ლიდერია. ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ძალიან ძლიერიცაა. ამასთანავე პრაგმატისტიცაა. ცდილობს მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ყველა კონფლიქტური საკითხი. მშვიდობის გზით და არა ძალისმიერით მონახოს საერთო ენა ოპოზიციასთანაც. ვფიქრობ, იგი ქართველებს გამარჯვებამდე მიიღო. ნიქსონის ჩამოსვლა იყო კეთილი ჟესტი ამერიკის ოფიციოზისგან და მხარდაჭერი ჟესტიც იყო საქართველოს პრეზიდენტის მიმართაც, რომ ისინი გარკვეულწილად მხარს უჭერდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას ამერიკის კაპიტოლიუმზე 1990-ს აღიმართა დროშა ზვიად გამსახურდიას საპატივცემულოდ. მაგრამ იმ პერიოდში მოხდა მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა GKČP, რომელსაც იანაევი ედგა სათავეში ვიცე-პრეზიდენტი და გორბაჩოვი ფაროსზე იყო და მოხდა ის, რომ ზვიად გამსახურდიამ მაშინ გააკეთა განცხადება, რომ აქ რაღაც ლაცუბთად არ არის ყველაფერი და ეს რაღაცა გათამაშებულს გავსო. და ამის თაობაზე მაშინ კითხვაც კი დაუსვეს ამერიკის პრეზიდენტს, რომ გამსახურდია მიიჩნევს, რომ რაღაც სხვაგვარად მიდის პროცესებიო, მაშინ აი ამ პრესკონფერენციას ესწრებოდა გოგი გაჩეჩილაძე, მრჩეველი ზვიად გამსახურდიასი და მან თავისი ყურით მოისმინა, როგორც იხსენებს, ის კითხვაც და ის პასუხიც პრეზიდენტ ბუშისგან, უფროსი ბუშის. თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას მისამართით ნათქვამი საბედისწერო ფრაზა, მაშინ მისმა მრჩეველმა ერთაშორის საკითხებში საკუთარი ყურით მოისმინა. ჩავრცელეთ ტელევიზორი და ტელევიზიით გადაცემენ პრესკონფერენციას თეთრი სახლის ეზოდან. თეთრი სახლის ეზოში გამართა ბუშმა პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ამერიკა არასდროს არ ცნობს არალეგიტიმურ პუჩისტებს და აღიარებს მხოლოდ გორბაჩოვის პრეზიდენტობას და ამერიკა მზად არის მობილიზებულია ყველაფერი იმისათვის, რომ თავისი პოზიცია დაიცვას. აი ამ სიტყვებს რომ ამბობს ბუში, ამ დროს წამოდგა ერთი ძალიან სანდომიანი, საინტერესო ქალბატონი, ჭაღარა თვიანი, შავი სათვალეები ჰქონდა, კარგად დავამახსოვრდა ეს ჟესტი და მან მიმართა, რომ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ არ ცნობს ამერიკა პუჩს მოსკოვში და აღიარებს მხოლოდ გორბაჩოვს და აგერ გუშინ CNN-მა გადასცა საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ და საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის გორბაჩოვის შოუ. ამაზე ბუშმა იტეხა ისტერიკები და თქვა, რომ this is ridiculous, ეს არის სასაცილო. ასეთი გამოთქვა ინგლისური და ეს გამსახურდია დიდი ხანია მიდის დინარების საპირისპირო და დროა ის გამოერკვიოსო.
აი ამან დამცამე თავზარი მე რაც მქონდა მოფიქრებული და როგორაც მქონდა ჩემი მოხსენება ჩამოყალიბებული დამიმცხვრია სულას პროექტი და ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში და მე მაშინალურად დავრეკე ზვიადთან და საბედნიეროდ აიღო ტელეფონი ზვიადმა და უთხარი რომ ეგეთი სიტუაცია მეთქი. უთხარი რომ ზვიად ძალიან გთხოვ მეთქი რომ გადაბრუნებული ცუდი რაღაცა არ თქვა გარბაჩოვზე, იმიტომ რომ გულის ფიცარზე აქვს აღმოჩენილი გარბაჩოვის სახელი ამერიკაში. კარგი და ეხლა ეს რო თქვა მეთქი მე რომ დამისვამენ ამ კითხვას მე როგორ უნდა მოვიქცე მეთქი ერთ. მაგათ უთხარი მდინარებას კუტარი თავზები მიყვებიან. ეს იყო ფანტასტიკური მე ერთხელ თქვი ეს და კიდე არას არ მომბერძდება ამის გამო ეს იყო საუკუნის ფრაზა ყველაზე კარგად ამ ერთი ფრაზით გამოხატა მან რომ საქართველო არის ცოცხალი და არასდროს არ დანებდება და არ გაცვლის არაფერს თავის დამოუკიდებლობასთან თავისუფლებას მას ცოტა წამუშავება სჭირდება იმაზე თუ რა განცხადებები გააკეთოს და რა არა. მე ვგულისხმობ რომ სისულელეა როცა ეს ადამიანიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. მე ეს ცოტა ზედმეტი მგონია. არ მინდა რომ ბორცს მიღმა აღმოჩნდეს ამის გამო, მაგრამ უნდა შეიგნოს და გაიგოს რა ხდება მსოფლიოში. დიახ, ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს გამსახურდია. იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ მაშინ გამოიკვეთა კონტურები იმისა რომ უნდა შექმნილიყო SNG თანამეგობრობის ქვეყნებში უნდა შესულიყო საქართველო და ამის თაობაზე სხვათა შორის მაშინ ზვიად გამსახურდიაც ფიქრობდა რომ მაგრამ ისეთი შექმნილი იყო ფონი რომ ამისი გაკეთება მაშინ მას ძალიან გაუჭირდებოდა სხვათა შორის მაშინ ომი როდესაც დაიწყო და შტურმი დაიწყო პარლამენტზე, მან ეს ამ გადაწყვეტილების ამ საკითხის გადაწყვეტა მიანდო საქართველოს პარლამენტს, ოფიციალურად როგორც იყო საჭირო. მაგრამ პარლამენტმა არ ჩათვალა საჭიროდ SNG-ში შესვლა და თანამეგობრობასთან დაკავშირებით კარგად მოგეხსენებათ, უკვე იკვეთებოდა კონტურები და ზვიად გამსახურდია ბალტიისპირა ქვეყნების გავსად ცდილობდა რომ დამოუკიდებელი თამაში ეთამაშა და ქვეყანა წარმართულიყო სხვა გზით. და ეს იყო საწინდარი იმისა რომ ჯეიმს ბეიკერმა ამის თაობაზე გააკეთა განცხადება რომ საქართველო აცდა დემოკრატიის გზას. 1991 წლის 12 დეკემბერს პესტონის უნივერსიტეტში პუტჩამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა შემდეგი რამ განაცხადა. რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი უკვე აჩვენებენ თავიანთ მზაობას აიღონ პასუხისმგებლობა და გახდნენ მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების წევრები. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი წარმატება ყველაზე მეტად დამოკიდებულია დემოკრატიის და ეკონომიკური თავისუფლების იდეების გაზიარებაზე. წარსახაა, რომ სხვა მთავრობები, მაგალითად საქართველო უკვე აჩვენებენ, რომ კომუნიზმი შეიძლება შეიცვალოს მთავრობით, რომელიც ავტორიტარულია. ამიტომ ისინი თანაბრად არ ემსახურებენ ჩვენს აღიარებას და დახმარებას. თავდაპირველად ხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლება და ზვიად გამსახურდია აღმოჩნდნენ ამერიკული პოლიტიკის მიღმა. ხედავს რა დღეშია საქართველო, რომ ჩაკეტა ამ კაცმა და იზოლირება გააკეთა. წაგაკითხოთ ყველა დოკუმენტი. გიმალდა, თქვენ დეპუტატები არ ხოვულობთ თქვენ უფლებებს. წაგიკითხათ მაგალითად 4 დღის წინ აქ იყო ჩამოსული კონსული ამერიკის შეერთებული შტატების და რა გადასცა ოფიციალურად. პრესაში არ აკვეთებს. რა უთხრა სენატორმა დესხოსინმა კონგრესმენმა ხოიერმა გაგაცნოთ დეპუტატებს რომ საქართველოსკენ არავინ არ გამოიხედავს ამ შენ იქნები იმიტომ რომ შენ დაღუპვისკენ მიყავს საქართველოს იზოლაციისკენ მიყავს საქართველოს ვერ ატყობ რომ გატყვილებ 50 სახელმწიფო მზად არის ოქსნობს რომ არის ვახსნოთ დომინეტმა სამ ჩვენ დოვარესი ამბავია ეს ამბავი ვატყდა ეს ამბავი ვატყდა აი ეს ამბავი რატომ ატყდა იცით? მსოფლიომ თქვა, რომ ეს არის დიქტატორული სახელმწიფო, არავინ ჩვენ არ ავიცნობთ ამ სახელმწიფოს. ასია და არა ისე. გაგიგიათ, კაცო, ჯერ ცნობაო, მერე დემოკრატიაო. რატომ ბატონო რისთვის იბრძოდი დემოკრატიისთვის? აშენე დემოკრატია, ვინ გიშლის ხელს? ამერიკამ ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანა საქართველოს პრეზიდენტს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბეიკერმა გააკეთა განცხადება, მას შემდეგ, რაც ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ვიცურავს ზვიად გამსახურდიაო,
იმის შემდგომ უკვე ფაქტობრივად საქართველოს საკითხი გადაწყვეტილი იყო და ამის თაობაზე ზვიად გამსახურდია გარკვეული ხნის შემდგომ უკვე აფასებს რა მოვლენებს ამბობს რომ მას სწორედ ამერიკელებმა და დასავლეთმა გამოუტანეს განაჩენი. მთავრობები, რომელსაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცაც არიელ სიტყვათ, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არ აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს სტაცებლური მიდგომა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღმონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ ეს მოხდა საქართველოში. კაცობრიობის მტრებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისკენ. ზოგადად მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს უწოდებდი. მთავარ დამკვირველ ძალას მასში წარმოადგენს შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გადაღმიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა კურთხევით. ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პატროკრატებისგან შედგებოდა. ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია. ჩვენ მივესწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს. არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სრულ აგენტებისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტების მოსვლისა. მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი ჩვენ ვესწრაფოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას, ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს. ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთო ევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგუროს ერისნება საერთოდ და შექმნას ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ძალები, რომელთაც ეკისრებათ მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებით აქციონ უბრალო ტერიტორიად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისთვის საჭირო რაოდენობით. ამასთან სრულიად დემორალიზებულს, მზადყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამზრახვათა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეების მატარებელი ხალხი. დღესაც დასავლეთის იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში. ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ. აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემს საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახანს გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს 100,000 კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერთვება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენიებულ იქნა კავკასია. სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არ აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე. დასაწყისში მისი როგორც პიროვნების დეგრადაციისა, დენაციონალიზაცია, წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთა ეროვნული ფესვებისგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს. ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან. იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.
ბატონო პრეზიდენტო, რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ? ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს სხვათა შორის მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისთვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა, მათსა და რუსეთს შორის. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისთვის. რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფის ხელიდან გამოსტაცავს მას ინიციატივა თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია, მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული ბალკანიზაციის გარეშე. საკმარისია, რომ რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისივე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობარს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს. მმართველები მიდიან და მოდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გადაღმიდან აქვს თავს მოხვეული. ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფოდ იმ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან და ოცნებობდი საქართველოს ყოლო და ბუნებრივი მოკავშირე. ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად ჩვენ დგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე. მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩართული ხალხების, პირველ რიგში რუსი ხალხის საღიაზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკვლელისაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული, ხოლო დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე. მე მწამს ხალხთა სიბრძნის. ჩინეთში მყოფი პრეზიდენტიც ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ სწორედ ბუშისა და ბეიკერისა და გორბაჩოვის ტანდემმა მის წინააღმდეგ იმუშავეს. ამ შეთქმულების მეთაურები იყვნენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. ეს ორი კაცი ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. როგორი იყო ჯორჯ ბუშისა და გორბაჩოვის გავლენა მსოფლიოზე? ეს ორი ადამიანი მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ. რატო გავიხსენეთ ეს მოვლენები ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ? გავიხსენეთ იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აღტკინებული ვართ იმითი, რომ აი ამერიკელებით და დონალდ ტრამპით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკელების პოზიცია ყოველთვის იცვლებოდა საქართველოს და იგივე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც მათი იმედი ჰქონდათ. ასე მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს. ჯაუჭირეს ხარი შემდგომში ზვიად გამსახურდია სწორედ ამერიკელებმა ჩამოაგდეს. კი, აქ შეიძლება გადატრიალების პროცესში რუსის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ მაშინ რუსეთი თვითონ არ ეკუთვნოდა, თვითონ რუსეთის ხელისუფლება ექვემდებარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ელცინი გამოვიდა, კარგად მოგეხსენებათ, კონგრესში და თქვა, რომ ბოჟე ხრანი ამერიკულ. И вот сейчас хотел бы закончить свое выступление словами из песни американского композитора российского происхождения Ирвина Берлина. Господи, благослови Америку. მთლიანად რუსეთის ხელისუფლება იყო ამერიკის ხელისუფლებაზე ჩამოკიდებული. და ამით აიხსნება ის, რომ ერთ პერიოდს, როდესაც ზვიად გამსახურდია იყო მოკავშირე რუსეთისა, ელცინი პირველი იყო, ზე ჩამოვიდა ყაზბეგში, შეხვდა ზვიად გამსახურდიას, გამსახურდია პუშკინის სიტყვებითაც კი შეეგება მას. თვეში საქართველოს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინიაშვილი შეხვედრა ყაზბეგში შედგა. Я должен сказать вам, что мы долго ждали этот день. Долго ждали его как-то символически, что мы встречаемся на том месте, где впервые нога Пушкина вступила на грузинскую землю. Как-то все это красиво получилось, поэтически получилось, и мы благодарны судьбе за это. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პრეზიდენტი რუსეთის გაგებას მიაღწია. საქართველოს მიიღო სასურველი მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საკითხებში. Договорились, что надо принять действенные меры по восстановлению мира и стабильности в Шидакартли, то есть бывшей Южно-Осетинской автономной области. Вы знаете, что там происходят очень неприятные события. Надо прекратить это кровопролитие, надо восстановить мир и стабильность. И в первую очередь мы решили создать смешанную комиссию Министерств внутренних дел Грузии и России, а потом создать
совместный отряд для разоружения всех незаконных военизированных формирований, достижения мира и спокойствия и восстановления законной власти. ორი ქვეყნის ხელმძღვანელმა დამშვიდობებისას ერთმანეთს ვერვა მისცეს, რომ მათი მოქმედება კოორდინირებული იქნება. Как Россия полным уважением относится к суверенной Грузинской республике, к ее самостоятельной политике и готовы без каких-либо предварительных политических, экономических и прочих условий заключить с Грузией такой договор. Виетгамსახურდიას თანხლები პირები აშკარად ატყობდნენ შეხვედრით გამოწვეულ კმაყოფილებას. Это первый шаг в этом направлении. გორბაჩოვის პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერას ბორის ელცინი პირდებოდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხელს თითქმის აღარაფერი უშლიდა. Договор между Грузией и Россией. Во всех областях. Он будет подготавливаться. Будут созданы рабочие группы. С нашей стороны они уже работают. Подготовлено немало материалов в этом направлении. И, наверное, этот договор будет подписан где-то к концу апреля, если не ошибаюсь. Причем договор и общеполитический, и экономический. და თითქოს ჩვენ შორის უნდა ყოფილიყო ისეთი ურთიერთობა, რომ ნორმალური, ეს კი არა ზუსტად გამსახურდია იყო ელცინის აი ინაუგურაციაზე თამადად, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, ის იყო თამადა აი ამ სუფრაზე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომელიც რუსეთის ხელში ყავდათ და რა თქმა უნდა, მაშინდელი პოლიტიკური პროცესებს ისინი მართავდნენ, გადაწყვიტეს, რომ უნდა მოეცილებინათ გამსახურდია, რომელიც მათთვის მიუღებელი იყო. შემდგომში უკვე შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში და შევარდნაძეც მიუღებელი იყო. შევარდნაძე, რომელმაც დაამხო გამსახურდია, შევარდნაძე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა აი ამ პუტჩში, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომ იარაღი აიღეთო თქვენო, ესე ჩვენ კარგად გვახსოვს. თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა, მას აეროპორტში უამრავი ხალხი დახვდა. ედუარდ შევარდნაძემ ქართულ ინტელიგენციას იარაღის ხელში აღებისთვის განსაკუთრებული მადლობა აეროპორტშივე გადაუხადა. იარაღი ავტომატურად დაიჭირა ხელში. ისევ დემოკრატიული საქართველოს ასოციაციის პარლამენტი ადრე გამოფხიზდა თავის ხალხს. მადლობა.